მოგესალმებით, მონაკარიკლავ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე ჩვენ ვაგრძელებთ ტრანსლაციურ მედიცინასთან დაკავშირებით გადაცემების ციკლს და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა მინდა შემოგთავაზოთ, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი ბატონი მიშა ოკუჩავა, რომელიც გახლავთ თოდუას კლინიკის ნეირორადიოლოგიისა და ნეიროსამეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, ამავდროულად ის გახლავთ ილიაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სულ ახალხანს ბატონი მიშა გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მე მინდა მოგილოცოთ ეს დიდი წოდება პირველ რიგში, ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის თქვენი სტუდიაში მოგზაურობა. ჩვენ შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვიცი თქვენი დამსახურებების შესახებ და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში თქვენი სახელის ესე ვთქვათ დამატებით ძალიან დიდი ესე ვთქვათ ღირსება მიენიჭა, იმიტომ რომ ყველა ინსტიტუციაში ადამიანების რითია წარმოდგენილი და ვინ არიან ეს ადამიანები, ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემთვის ამას ქონდა მიხარია გულწრფელად და გილოცავთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში და მინდა მეც ქათინაურით დავიწყო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, ზოგადად ტელეკომპანია პულსი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს მედიცინისათვის და ჯანდაცვისათვის. მოგეხსენებათ, როგორი ნაკლებობა არის შემეცნებითი გადაცემების ჩვენს საინფორმაციო სივრცეში და მით უმეტეს ეს ნაკლებობა იგრძნობა მედიცინის სფეროში, ასე რომ ამისთვის დიდი მადლობა, რომ თქვენ ამ როლს თამაშობთ ჩვენ საზოგადოებაში. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, რა მინდა გთხოვოთ, ეცეთა ჩვენ დღეს ბევრი მიმართულებით შეიძლება გავშალოთ თემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ტრანსლაციური მედიცინა ამოუწურავი თემაა, დიდი სიახლეა, მინდა გითხრათ მედიცინაში და მოდი ვთქვათ, აი თქვენ სფეროში რა სიტუაცია ამ მიმართულებით, აი როდის გაჩნდა და გამოიკვეთა ეს ტრანსლაციური მედიცინის ვთქვათ ნიშნები და აი რა ეტაპზეა მსოფლიოში, აი სწავლების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ხა ყველაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, იმიტომ რომ ინსტიტუციები გაჩნდა, სადაც ისწავლება ერთობლივად თქვათ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები თავის მიგნებებს უკვე უზიარებენ კლინიცისტებს და გადმოდის კლინიკურ პრაქტიკაში. აი რა სიტუაციაა თქვენთან? მოდი ამით დავიწყოთ პირველ რიგში, მაგრამ უფრო ადრე მე ვფიქრობ, რომ მოდი განმარტოთ, რა არის საერთოდ რადიოლოგია? აი რა მნიშვნელობა აქვს ამას მედიცინისთვის და აი სად ვართ დღეს აკადემიად და მე ვქოთ ტრანსლაციური მედიცინა. თუ კი დავიწყებთ საერთოდ ასე განვაზოგადებთ საბაზისო მეცნიერების და ესეთი გამოყენებითი მეცნიერების კავშირზე თუ კი ვისაუბრებთ, მე მგონი რადიოლოგია არის სწორედ აი ასეთი მაგალითი, სადაც მოხდა ფუნდამენტური მეცნიერების მიღწევების დანერგვა პრაქტიკაში, ამ შემთხვევაში სამედიცინო პრაქტიკაში. ესეთი გამოყენებითი მიდგომა გვაქვს ხოლმე მედიკოსებს, მე ესე მგონია, ჩვენ ვიყენებთ სხვა მეცნიერებების მიღწევებს, ეს არის ფიზიკა, ქიმია, ბიოქიმია და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფიზიკოსები იყვნენ წამყვანი და დაწყებული 1895 წლიდან ხო კონრად რენტგენის დაკვირვებამ, ნუ მანამდეაც ესე ვთქვათ, ეს კათოდური მილი არსებობდა, მაგრამ მან ესე ვთქვათ, აღწერა პირველად ეს ნათება, რომელიც შემდგომ გამოსხივება, რომელიც შემდგომ რენტგენის სხივების სახელით არის ცნობილი და ნათელი გახდა, რომ საფუძველს რადიოლოგიისა დასაბავიდანვე ქმნიან ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. შემდგომი განვითარებაც რო ავიღოთ, ხო, კომპიუტერული ტომოგრაფიის დანერგვა, რომელიც რენტგენის სხივს ეფუძნება, მაგრამ თვითონ პრინციპი ასევე შემუშავებული იქნა არამედიკოსების მიერ. მაგნიტური რეზონანსი, რომლის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი სამედიცინო დიაგნოსტიკა, ასევე ეფუძნება ფიზიკოსების, ქიმიკოსების, სხვადასხვა ჯგუფების სამუშაოს და მიღწევებს. ნუ საკმაოდ საინტერესოა, რომ ხშირად სხვადასხვა მეცნიერი ერთდროულად მუშაობს ხოლმე ამ პრობლემაზე. შემდგომ ეს კამათის სფეროც არის ხოლმე, რომ ვინ გამოიგონა პირველმა, მაგრამ აგურ ყოველთვის ამას ქმნიან საბაზისო მეცნიერების წარმომადგენლები. შემდგომ ვიღაცა ახდენს ამის ინტერპრეტაციას, ხო და სხვათა შორის ფაქტობრივად ყველა აი ეს დიდი მიღწევა შემდგომ აღნიშნული იქნა ნობელის პრემიით, იმიტომ რომ ამან გადატრიალება მოახდინა მედიცინაში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის
ექიმებს ყოველთვის უნდათ ჩაეხედათ ორგანიზმში, ხო, ჩაეხედათ რა ხდებოდა შიგნით, როგორი აგებულება აქვს ორგანიზმს და შემდგომ უკვე ფუნქციური მისი შესწავლა და ამის საშუალება მოგცა რადიოლოგიამ, ხო? არაინვაზიურად გამოვიბრიოთ ადამიანის სხეული. უკვე არაბრმად მიდიხარ რაღაც კონკრეტულ манипуляციებზე ზუსტად. თუ კი გადავხედავთ, აი როგორ განვითარდა ეს დარგი, აი 50 წლიანი ინტერვალები რო ავიღოთ, ხო, დაუშვათ აი რენტგენის გამოგონებიდან დაუშვათ შემდგომ როგორ მოხდა, იმდენად დიდი ნაბიჯი არის გადადგმული და იმდენად წინ ვართ, რომ ნელა წარმოსადგენია საბიქნებით შემდგომ 50 წელიწადში იმდენად სწრაფად ვითარდება ეს დარგი. ასე რომ თუ კი ვლაპარაკობთ ტრანსლაციაზე, ესე საბაზისო მეცნიერებიდან კლინიკამდე, ამ შემთხვევაში მე მგონი რადიოლოგია თავისთავად ამას მოიცავს, რომ ეს არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც აერთიანებს ძალიან ფუნდამენტურ მიღწევებს და ამავე დროს კლინიკაში ამის დანერგვას. კონკრეტულად დღეს აი ჩემ დარგში, მაგალითად ნეირომეცნიერებაში, ხო, ძალიან დიდ როლს თამაშობს ნეიროიმიჯინგი, თავის ტვინის გამოსახვა, სხვადასხვა მეთოდებით, პირველ რიგში მაგნიტური რეზონანსის მეშვეობით, ისევ და ისევ არაინვაზიურად და თავის ტვინის ფუნქციის შესწავლა, ისე რომ ჩვენ არ მოახდინოთ, როგორც ადრე ხდებოდა, ხო, სხვადასხვა დაზიანების მიხედვით ადგენდნენ ფუნქციურ განაწილებას თავის ტვინში. ამ შემთხვევაში ეს ხდება აქტივაციის შესწავლით და იძლევა საშუალებას, რომ მე მგონი დღევანდელი ყველა კვლევა ნეიროიმიჯინგის, აი ფუნქციური ნეიროიმიჯინგის, ეს არის რაღაც გაერთიანება ფუნდამენტური ნეირომეცნიერებისა და შემდგომ ამის კლინიკაში დანერგვის. ნუ აი მარტივი მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია დღეს თავისუფლად ეს საქართველოშიდაც ესე ვთქვა ტარდება ეს კვლევა, შევისწავლოთ მეტყველების ცენტრი და დავადგინოთ თუ კი მაგალითად არის რაიმე დაზიანების კერა, რომელიც მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას, რამდენად ახლოს არის ის განლაგებული ფუნქციურად ესეთ მნიშვნელოვან უბანთან, ხო, მეტყველების ცენტრთან და წინასწარ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ქირურგს, იმისათვის რომ მან შესაბამისად დანერგოს. სიფრთხილე გამოიჩინოს ამ მიმართულებით. ეს შემდგომ შეიძლება ინტეგრირებული იყოს უკვე უფრო შედარებით ესეთ რთულ ნეირონავიგაციულ სისტემაში, რომელიც დღესდღეობით ასევე საქართველოში მიწვდომადი არის, ესე იგი ქირურგი ხედავს ჩარევის დროს სად იმყოფება უშუალოდ მისი სკალპელი, რამდენად ახლოს არის ის აი მაგალითად მეტყველების პროგრამის ცენტრთან, მოტორულ ცენტრთან და მოახდინოს, მოერიდოს არ დააზიანოს ასე. შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ პერსონალიზებული ჩარევის ტოლფასია, ხო, იმიტომ რომ ინდივიდუალურად რადიოლოგია მიდის ამ მიმართულებით, ხო, თუ კი ფუნქციურ რადიოლოგიაზე ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული პაციენტის მონაცემები, რა თქმა უნდა იყოს შეფასებული და არ უნდა იყოს განზოგადებული. იგივე თუ კი რაღაც ტოპიკაზე ვსაუბრობთ თავის თვეში. არ შეიძლება რომ ეს იყოს განზოგადებული ყველასთვის ერთნაირად. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია მაგალითად პაციენტი მემარჯვენეა თუ მემარცხენეა, სქესზე და ასე შემდეგ. სხვადასხვანაირად არის ხოლმე. როგორ არის განვითარებული, როგორ არის ინერვირებული, როგორ არის თქვა სისხლით მომარაგებული, ყველაფერი ჩანს ეს. და აი მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად ატიპიური ლოკალიზაცია მეტყველების ცენტრი შეიძლება იყოს პაციენტთან, რომელსაც აქვს რომელიც მარცხენა ხელს უფრო მარჯვენა არის. მას შეიძლება კონდეს ორხივი აქტივაცია, მაგრამ ესე ვთქვათ ატიპიური. არა ლოკალიზებული მხოლოდ მარცხნივ როგორც ეს ტიპური შენ. ამიტომ რა თქმა უნდა ინდივიდუალიზებული ხდება ეს კვლევები. ეხლა ზოგადად თუ კი შევხედავთ რადიოლოგიას როგორც მედიცინის დარგს, აი თქვენ ბრძანეთ რომ რა ესე ვთქვათ რა განმარტება შეიძლება ვიცით, ხო? ეს არის კლინიკური მედიცინის დარგი, რომელიც აუცილებლად მოიცავს კლინიკური ცოდნის ასე ვთქვათ ბაზას, აუცილებელია რომ რადიოლოგია მას ფლობდეს და ამავე დროს ტექნიკური პარამეტრების კარგ ცოდნას. ესე იგი ჩემი აზრით რაღაც ცოტა არასწორი მიდგომა არის, როდესაც რადიოლოგიას უყურებენ როგორც ძალიან მარტივ ესეთ დარგს, სადაც რაღაც გამოსახულებას აფასებს მხოლოდ ექიმი და ამით შემოიფარგლება. შეუძლებელია რომ კარგი რადიოლოგი ჩამოყალიბდეს კლინიკური ცოდნის გარეშე და ამიტომ ეს ჩემი აზრით პირიქით უფრო რთული დარგიც არის, რომელიც მოიცავს ორივეს.
მით უმეტეს რომ რადიოლოგიური მეთოდიკა იხვეწება, ხო? ეს არ არის მხოლოდ რენტგენი, არ არის მხოლოდ ულტრაბგერა და შემოდის სულ ახალი. მკურნალობის საშუალებებიც კი. კი ბატონო, თუმცა ეს უკვე ცალკე მიმართულება არის და ესე ვთქვათ, თუ კი დიაგნოსტიკურ რადიოლოგიაზე ვსაუბრობთ, მაშინ მხოლოდ აი კვლევით მეთოდებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ძალიან ფართო სფერო, რომელიც საჭიროებს ფიზიკის, ქიმიის, ანატომიის, ფიზიოლოგიის, პათოფიზიოლოგიის და კლინიკური ცოდნას. ჩემი აზრით ზოგადად ახლა ტრანსლაციური მედიცინა ეს რაღაც უფრო ისეთი ტერმინია, რომელიც მოიცავს აი ესეთ გარდამავალ რაღაც ეტაპს კვლევასა და კავშირს, აი ეს დააკავშირა რაღაცა გადმოტანა აი ყველაფრის ყველა მხრიდან და კლინიკას შორის აი მე მგონი რადიოლოგია ერთ-ერთი გამოხატულება არის. ხო, წინა წასული, მე როგორც გავაანალიზე და თვალყური მივადევნე ხა აი რადიოლოგიაში ეს ტრანსლაცია ძალიან დიდი დოზით არის უკვე მომხდარი. ის რაც ახლა დანარჩენ დარგებში ნაბიჯ მიდის და ნელ-ნელა უკვე მომხდარია, ასე ვთქვათ ეს ამბავი. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიურად დატვირთული სფეროა ზოგადად და ამიტომ ნებისმიერი პროგრესი რაც ხდება, იქნება ეს ტექნიკური, იქნება ეს გამოთვლით ტექნიკაში, თუ ასე შემდეგ, პირველ რიგში აისახება რა თქმა უნდა რადიოლოგიაზე, იმიტომ რომ აქ უხვად არის წარმოდგენილი ტექნოლოგიები. მანდამში რა მინდა გითხოთ ეცით ახლა გისმენთ და თან ვფიქრობ მე თქვენთან ერთად აი რა დიდ სირთულეს წარმოადგენს რომ აი ამ დარგში მომზადდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. თქვენ როგორ ზანით ეს არის მულტიპროფილური ცოდნა, მულტიდისციპლინარული, რომელიც საჭიროებს ბევრი მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას იმისათვის რომ შენ დაეციო თანამედროვე აი რადიოლოგიური კვლევების ხელოვნებას. აი როგორ ხდება, სად ხდება რა ხდება დღეს მსოფლიოში, როგორი ცენტრები არსებობს, სად ხდება მათი მომზადება და სად ვართ ჩვენ? ნუ გარკვეულწილად ეს საკითხი სტანდარტიზებული არის, ნუ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად, თუმცა მაინც ჩვენ ვცდილობთ მეტნაკლებად მივყვეთ სტანდარტს, რომელიც აქვს შემუშავებული ევროპის რადიოლოგთა საზოგადოებას. ეს არის ესეთი კოლგა ორგანიზაცია, რომელსაც მივეკუთვნებით ჩვენც, ქართველი რადიოლოგებიც, ჩვენი ასოციაცია სხვათა შორის ბატონ ფრიდონ ტოდუას ხელმძღვანელობით გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა საქართველოს რადიოლოგები გაწევრიანდნენ პირველები ევროპის რადიოლოგთა საზოგადოებაში და ნამდვილად მაშინ ძალიან ამაყები ვიყავით რომ ქართული დროშა ეს ვენაში ტარდებოდა და ეხლა ტარდება ეს ყოველწლიური კონგრესი და ქართული დროშა აფრიალდა ეს რეკომენდაციები განათლების სისტემის ასე ვთქვათ ჩამოყალიბებული არის გარკვეული ვარიაბელობა 4 წლიანი არის ზოგ ქვეყანაში ზოგან 5 წლიანი შემდგომი კვალიფიკაციის ასე ვთქვათ კურსები ან ფელოუშიპები როგორც ცნობილი არის, რომელიც უკვე ვიწრო სპეციალიზაციას თვის არის განკუთვნილი. მოიცავს, რა თქმა უნდა, საწყისი საბაზისო განათლება ანატომიის შესწავლას, რენტგენოანატომიის, ანუ ზოგადად რადიოლოგიური ანატომიის, შემდგომ სადიტაო და ეს მეთოდიკების ჩვენთან ტრადიციულად ჩამოყალიბდა ეს ისტორიულად რომ მაინც მივყვებით სხვადასხვა მოდალობებს, ესე იგი ვიწყებთ რენტგენით, შემდგომ ულტრაბგერა, შემდგომ კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსი. ბევრ ქვეყანაში ეს არის სისტემებზე აგებული, ხო? სწავლობენ გულსისხლძარღვთა სისტემას, სასუნთქ სისტემას და შესაბამის ყველა მეთოდიკას ერთდროულად აი ამ სისტემასთან მიბმული. ნუ ეს უკვე ესეთი დეტალები არის, რომელიც ნუ შეიძლება რაღაც ვიკამათოთ რომელი ჯობია, მაგრამ შედეგი ეგრეა, რომ უნდა იყოს მოცული მეთოდური მხარე სრულად და მაქსიმალურად უნდა ფლობდეს ექიმი კლინიკურ ინფორმაციას. ნუ ამას ჩვენ ვცდილობთ ამ საკანონმდებლო პროგრამებით, რომელიც არის საქართველოში. უკაცრავად გაგაცხადოთ, ანუ ესე იგი ყველამ უნდა გაიაროს, როგორც ჩვენ გავდივართ ფუნდამენტალური ესე იგი სამედიცინო კურსი, ზოგადად ყველამ გაიაროს და მერე უნდა მოხდეს რა პროფესიონალობა ამ მიმართულებით.
პროგრამა არის რადიოლოგიაში. ანუ რეზიდენტურას უნდა წავიდეს მე რადიოლოგიაში. რეზიდენტურა არის, რომელიც არის წინა კლინიკური საგნები ყველა რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა იყოს და არ შეიძლება რადიოლოგი ცალკე იყოს რაღაცა თქო. რა თქმა უნდა, ეს არის პოსტდიპლომური განათლების ნაწილი, ეს არის რეზიდენტურა, რომელიც რეალურად ჩვენთან თითქმის 5 წლამდე გამოდის. ახლა 3 წელი არის რენტგენოლოგია, ულტრაბგერა, მცირე ჩანართებით კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტური რეზონანსის და შემდგომ უკვე კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსული თითქმის თითო წელი ემატება. ამიტომ თითქმის უახლოვდებით აი ამ საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობით იმ ევროპულ სტანდარტს, რომელიც არის. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მუდმივი სწავლა საჭირო, მით უმეტეს ისეთ დარგში, რომელიც ტექნოლოგიურად იცვლება. ჯერ მარტო რომ აიღოთ აი 4 წელიწადში, რომელიც აი ამ რეზიდენტურის პროგრამისთვის არის საჭირო, რამდენად იცვლება მაგალითად იგივე აი ეს ხვადაღებული ხელოვნური ინტელექტის თემა ხო როგორ შემოდის ხო და როგორ ემატება ახალი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის მუდმივი პროცესი, მე მგონი რომელიც არასოდეს არ მთავრდება. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ არა მარტო რადიოლოგია ისეთი ინტენსიური სიჩქარით ვითარდება, რომ ალბათ თქვენ კიდევ უფრო ჩქარა უნდა ზდიოთ, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ექიმი, რომელიც ყოველდღე არ კითხულობს. და შეიძლება წარმოვდგინოთ მიმაჩნია გამბავი, იმიტომ რომ იმდენი რამე თამიტომაც ბევრი მიმართულებით მეცნიერება ძალიან სწრაფად ვითარდება და ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ აი უკვე სწავლების მეთოდოლოგიაში თუ არ ჩაიდო პირველი კურსიდან, ხო, საერთოდ დიფერენციალური დიაგნოსტიკა ჯეროსაც სწავლობდით, ხო? ეხლა და უჯრედთან ურთიერთობაში კიდე ხო, გენომი საერთოდ მაშინ ჩვენთვის არ იყო გენეტიკურ დონეზე, თქვა, აი გენის დონეზე ჩვენ არ ვიცოდით იქ რა აბერაციები იყო და რა ცვლილებები იყო და ეხლა უცებ ხედავ შენ, რომ იქიდან თუ არ დაიწყება აზროვნება და იქ თუ არ შეგეძლია, თქვა, აი ამ მოძებნა, თქვა, ალგორითმებით იმის, თქვა, ეს რა არის, როგორ არის და თქვა, რა შემიჯინება და ნახოს ეხლა რო უყურებ რეტროს, აი თქვა, უკარო ვიყურებ, ცოტა მეშინია ხოლმე. სოციალს ყოველთვის მეშინობდა. როცა შენ ადამიანის სიცოცხლეს ეხება, აი ძალიან უნდა იყო დარწმუნებული, რომ ხარ მართალი და სწორი და რო არ ავნო. აი არგო შეიძლება ყოველთვის ვერ გამოგივიდეს, მაგრამ აი რო არ ავნო, ამის ოფთელი ჩემი ცხოვრება მეშინოდა, იმიტომ რომ რადიოლოგია. სხვა შორს დამცანით უბრალოდ ესეთი წესი არის რადიოლოგიაში, ну რაღაც გამოთქმა, რომ ჩვენ არ გვყვნალობთ სურათს, ხო? ეს არ არის ამის უკან პაციენტი დგას, ხო? ამიტომ ეს მიდგომა ყოველთვის უნდა იყოს და არ შეიძლება რომ ჩვენ არ გვაქვს ისი კულტურა, თქვა, აი მე ძალიან გვიან გამიჩნდა სხვა შორს ეს რაღაც საფრთხო გადაუნაშთი ვიყავ ჩვეულებრივი მეც და სულ მეგონა რომ არ ვიცი არ უნდა თქვა. აი პირველად ერთ-ერთი ინგლისზე ძალიან დიდ პედაგოგს შევეხე ან გვასწავლა რომ ხანდახან უნდა თქვა რომ მე ეს არ ვიცი. მოდი დავფიქრდები, ან კოლეგებთან გავვლი, ან ჩავიხედავ და მე რეგეთყვით ამაზე. პაციენტზე შეიძლება უთხრა, ჩვენ ისე შევიცხადეთ, რომ პაციენტს თუ ეს უთხარი დაკარგავს შენდაბენ ნდობას და რაღაცა. ეხლა რომ ვაანალიზებ, ყოველთვის სიმართლე ჯობია და ყველაზე მთავარი საჭირო ეს გაძლევს ძალას, რომ კოლეგები დაჭდეთ, ითათბიროთ, ყველა მოსაზრება მოისმინო, მათ არავინ არ უნდა თქვა ჩათვალო, რომ ის რაღაც სიტყვა ბოლ გადამწყვეტია და ეს კულტურა ჩვენ ნაკლებად თქვა, რომ აი კონსილიუმების მე მგონი იყო, ხო? მე მგონი ეს იყო და სამწუხაროდ დავკარგეთ, ესე იგი თუკი გამაზოგადებთ აი ბოლო 2 აწლეული რაც ხდებოდა ჩვენს დარგში, ну მედიცინაში ზოგადად. ერთი მხრივ პრივატიზაციამ გადაარჩინა, ხო? ეს იყო გადარჩენა იმ დანგრევებიდან, ესე ვთქვათ, გამოსვლის გზა და ასე შემდეგ. თუმცა ამან მოახდინა დაგსაქსვა, დაიყო დაწესებულებები ძალიან ისეთ რაღაც ვიწრო მიმართულებებად კონკრეტულ რაღაც ინტერესებზე, იქნება ეს კომერციული თუ იქნება ეს თუნდაც სამედიცინო, მაგრამ კონკრეტულ პრობლემატიკაზე. როდესაც მე მუშაობდი ერთ დიდ პროექტზე ჩემ ისრაელელ კოლეგებთან ერთად, რაც მითხრეს, აი თქვენი ყოველთვის 4 დიდი ექსპერტი მუშაობდა ჩემ პერინატალური რეგიონალიზაციის პროექტზე და პირველი რაც მათ მითხრეს, აი თქვენ ზუსტად იგივე ანალიზი გააკეთეთ, ეხლა იმდენ ჩვენ გადაცემით საუბრობდით და გამოუცა ბევრი ხედვების თანხმედრამ. ზუსტად ეს მითხრეს, რომ თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ კერძოა ქსელი. კერძო ქსელში ხდება მიმართულებების ფრაგმენტაცია და ჩნდება მხოლოდ მომგებიანი სერვისი და შენ სახელმწიფო ვეღარ უკეთებ იძულებას, რომ თქვა წამგებიანი სერვისებიც ისევე აქტუალური გახდეს მისთვის. აი ამან დაგყოფა ჩვენ ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი სირთულეა, საიდანაც ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ალბათ აუცილებლად. დიახ და მე მგონი ამან
გამოიწვია აი ის, რასაც ჩვენ სამედიცინო კონსილიუმს უწოდებდით, რომ აღარ არის კომუნიკაცია, მიაჩნია დაუშვათ ქირურგს ან არ ვიცი, რაღაც გარკვეული კლინიკური სპეციალობის ექიმს, რომ მან იცის დაუშვათ ყველაფერი. თუ კი არის ნეიროქირურგი, ის ფლობს ნევროლოგიასაც, რადიოლოგიასაც, მორფოლოგიასაც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მას აქვს ეს ცოდნა, ხო? ნებისმიერ კლინიკის უნდა კონდეს გარკვეული ცოდა სხვადასხვა მომიჯნავე დარგებში, მაგრამ აი ეს აზრთა გამოცვლა, რომელიც კონსილიუმის დროს ხდებოდა, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ინსტიტუტში ვცდილობთ გარკვეული ესე ვთქვათ, ამის კომპენსაცია მოვახდინოთ, არსებობს ეგრეთ წოდებული აი თუმორ ბორდი, ხო, ეს ონკოლოგიური კონსილიუმი, როდესაც რადიოლოგი, ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ну, ესე თერაპევტი, ონკოლოგი ან სხიური თერაპიის სპეციალისტი, ქირურგი იქრებებიან და ერთად არჩევენ კლინიკურ შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ალბათ აი კლინიკებს შორის მსგავსი კომუნიკაციის საშუალება მაინც იქნება სამედიცინო პროფესიული ასოციაციები, ხო, ყველაზე ალბათ მათ ძალუძს ყველაზე მეტად ამის გაკეთება. ჩვენი დიდი პრობლემა, დიახ, რასაკვირველია კერძო პრაქტიკაში, აი ამ განკერძოებაში შეიძლება რაღაცა გზების ცივა, მაგრამ მაშინ უნდა ესმოდეს პროფესიონალურ ასოციაციას, რა ფუნქციის მატარებელია ის. სამწუხაროდ. ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. სამწუხაროდ. ეს ჯერჯერობით მე ვხედავ, რომ აი ასოციაციებს ბევრი მიმართულებით ასოციაციებს არ აქვს შეგნებული ის, რომ როდესაც ამბობ არ არის ქვეყანაში სხვა სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღოს, ეს არ არის ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემა. ეს არის პროფესიული ასოციაციის პრობლემა. ეს არის სასწავლო კათედრების და ესენი ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და ამ დროს ისინი შეიძენენ ამ ფუნქციას, მაშინ წელში გაიმართება ზოგადად სამედიცინო სისტემა და ეს კომუნიკაციაც კიდე სხვადასხვა დარგის ექიმებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ წარმომიდგენია, რომ მაინც ასე მგონია, რომ ძალიან გონიერ და ძლიერ სპეციალისტებს მაინც ანგარიშს უწევენ და პატივს ცემენ. ეს მაინც არ არის დაკარგული. იმას მაინც ხვდებია, რომ იმის აზრმა გაითვალისწინოთ. მაგრამ ალბათ მაინც ინდივიდებზე არ უნდა იყოს, ხო? მხოლოდ ახლა უნდა ეს უნდა იყოს სისტემა და თუ კი ავიღებთ აი წამყვან ქვეყნებს, სადაც მედიცინა განვითარებულია და არის გარკვეული აი თამაშის წესები სხვადასხვა დარგში, ხო? ამას მაინც პროფესიული ასოციაციები ამკვიდრებენ, ხო? ეგრეთ წოდებულ გაიდლაინებს, განათლების კურიკულუმს და ასე შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროები, როგორც ესეთი, ხო? გაგიგიათ თქვენ რომ ჯანდაცვის სამინისტროში ესე დაუშვათ ერეოდეს იქ ქირურგის განათლების რაღაც ეტაპებზე, ხო? ეს არის კოლეჯის ეგრეთ წოდებული ასოციაციის მიერ ჩამოყალიბებული წესი. კი ბატონო, უბრალოდ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს, იცით როგორ სიმაღლეზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან უნდა ანგარიშვალდებულება გაფიქრებინებდეს, რომ იქაც პროფესიონალების ხედან თავისი დარგის. ჯანდაცვის ორგანიზატორები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ თქვა თვალყური მიადევნონ სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი აი ამას ემსახურება რეგულირების სამსახურიც და დაუშვათ იგივე ეს ასოციაციებთან კომუნიკაცია საკმაოდ, ну, ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდები, საკმაოდ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხო, რასაკვირველია. მეტი აქტივობაა თვითონ პროფესიონალების მხრიდან. კი, რასაკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და კიდე რაღაცა თქვა როცა ირჩევა რაღაცა შეცდომა, მე მაგალითად მომხრება, რომ ასოციაციაში შიგნით არჩევდეს თავის აი თქვა როცა შენ გამოგწეული ანალიზი და შენ ხო მაგას ამაზე დიდი სამშევრო არ არსებობს ექიმისთვის. აი მაგას ვიცახია, სხვა რას შენ კოლეგებთან ზიხარ და გიწევს თავის მართლება, იმიტომ რომ რაღაცა ისე ვერ გააკეთე, ან მაშინ უნდა ეთქვა რომ როგორ გავაკეთო შემდგომში, ისე ხა ძალიან უხერხულია, როცა მე ჩემ დარგზე მაგალითად გულდათ უთქული, რომ არ შეიძლება რომ ისეთ დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანა როგორც საქართველოა, ლანცეტს იღებდე და 53% პირველ საკეისრო კვეთას აკეთებდე. და თუ შენ ადამიანი ამას გთხოვს, გამოძე შენ კონსულტირების ტექნიკა ვერ ისწავლე, ვერ დაელაპარაკე, ვერ დაარწმუნე, ვერ აუხსენი. აი ეს ყველა რისკები ვერ დაანახე, თორე არ შეიძლება რომ 53% პირველი მშობიარე ადამიანი პაციენტის მოთხოვნით ხო, პაციენტის მოთხოვნით კეთდებოდეს. არა, ხშირ შემთხვევაში ცდილობ რომ მე მითხრა რომ ეს არის გადაუდებელი და სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე რომ თქვა რეგიონში ჩვენი ტიპის ქვეყნებში რომ 11%-ია გადაუდებელი საკეისრო კვეთის პროცენტი, ჩემთან არის 60%. ნუ ეხა უბრალოდ უხერხულია.
თქვა პირისახებ მდებარეობა სხვაგან თუ მაქვს თქვა ეხლა ამის მიზახი ჯანდაცვის ორგანიზებას უნდა იცოდე რომ პირისახებ მდებარეობა თუ მაქვს 0.4 და შენ მეუბნები რომ ჩემთან 4.5-ია ჩვენ არა ვართ განსხვავებული პოპულაცია უბრალოდ უხერხულია რომ კოლეგები ვზივართ და ერთმანეთს რაღაცა სიმართლეს არ ველაპარაკებთ სხვა სუბუქად რო თქვა მინიმუმ აი მას ვიძახი რომ ჯანდაცვის ორგანიზატორს უნდა შეგეძლოს დააწესო სამართლიანი ხარისხის ინდიკატორები და იმ ხელმძღვანელო ამით და არ შეიძლება რომ 2500 საავადმყოფო იყოს დაკონტრაქტებული და ხარისხიანი საავადმყოფოები და ეს კარგია ეს პრეცედენტი რომ შემოვიდეს ასაკურველია მე ალბათ უფრო იმუშავებენ პროფესიონალიზმი ეს ვფიქრობ ეხლა რა მინდა გკითხოთ ბატონშა ხელოვნური ინტელექტი და რადიოლოგია აი როგორი ხშირად თუ თქვენ მოდესმე მოგისმენიათ მაქვს კითხვის ნიშნები ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ხოლმე სიახლეებს ვიღებ, მაგრამ აი ბევრი კითხვის ნიშანი მიჩნდება და უნდა ვიცოდე როგორ ამოდის აი ეს ხელოვნური რა დოზით ერევა, რატო არის ესეთი სანდო, მით უმეტეს აი ჩვენს პროფესიაში როგორ უნდა ვენდოთ, როგორ ხდება ამის ეს საინტერესოა ჩემთვის და მე როგორ ჩვენი სწავლების მეთოდოლოგია და ჩვენ მასწავლებლებს დაუბრუნდეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო. ნუ ალბათ ამ თვალსაზრისით რადიოლოგია ყველაზე მოწყვლადი დარგი არის, იმიტომ რომ რაღაც ესეთი გამოთვლითი ტექნიკა თავიდანვე ჭარბად იყო წარმოდგენილი, ხო, თვითონ გამოსახულება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, იქნება ეს კომპიუტერული ტომოგრაფიული, ხო, ის ხო თავისთავად ციფრული გადამუშავების შედეგად მიღებული არის. იგივე ანუ ციფრებით ხოთან გაცილებით ბევრია, ასე ვთქვათ. თავისთავად. რა შედარება დაუშვათ დასხოდარგებთან შედარებით. კი ბატონო. ამიტომ აი მაგნეტიზაციაში შინაგანი მედიცინის სპეციალისტთან და ასე შემდეგ. ჩვენ ასე თუ ისე მანქანასთან გვაქვს საქმე, ხო, ტექნიკასთან, მანქანასთან, რომელიც ისედაც გამოთვლით ტექნიკას იღებს. ეხლა რაც შეეხება იმას, რასაც ეხლა ხელოვნურ ინტელექტს უწოდებთ, ну, ესეც ლაპარაკია უბრალოდ ამ მონაცემების კომპიუტერულ დამუშავებაზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ შეიძლება რაღაც საკითხებში უფრო ზუსტი იყოს, ვიდრე ჩვენი თვალი, ხო? უფრო ზუსტი იყოს, ვიდრე ჩვენი ხელი. პირველად, ну, ალბათ, დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც წამოიჭრა ეს თემა, გარკვეული რაღაც პანიკაც სუფევდა რადიოლოგიის დარგში, რომ აი რადიოლოგები კარგავენ თავის სამუშაოს, ხო, შემოდის კომპიუტერი, რომელიც უფრო ზუსტად დაინახავს, უფრო ზუსტად შეამჩნევს და ასე შემდეგ. შემდგომ, როდესაც უკვე რაღაც რეალურად დაიწყო გარკვეული რაღაც ალგორითმების დანერგვა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რაც არის წარმოდგენილი, რაც აი უახლოეს მომავალში ჩანს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე რადიოლოგისთვის და ასევე მე მგონია, რომ სხვა დარგის სპეციალისტებისთვისაც. ბევრ რუტინულ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწარმოებთ და გვაქვს ამისთვის რაღაც გვეკარგება დრო და რაც ზოგჯერ მოსაბეზრებელიც არის რაღაც დაუშვათ გაზომვა ძალიან ისეთი ნატიფი სტრუქტურების და სხვაობის დინამიკაში, რომელიც შეიძლება ხელით მინიმალურ სუბმილიმეტრულ რაღაც შეცდომას მოიცავდეს, ხო? რა თქმა უნდა, კომპიუტერი ამაში გვაჯობებს. ნებისმიერ დაანგარიშებაში კომპიუტერული გამოთვლები, კომპიუტერული ალგორითმები, რა თქმა უნდა, გვაჯობებს. ამიტომ რატომ უნდა იყოს რადიოლოგი იმის წინააღმდეგი, რომ ეს გააკეთოს მანქანამ? მისი, რა თქმა უნდა, ზედამხედველობით, მისი შემოწმებით ამ მონაცემების, მაგრამ ბევრი რუტინული მონაცემი შეიძლება ამითი დამუშავდეს და ჩვენ გაგვიადულდეს დროშიც მოიგო და ხარისხშიც. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეხლა მეორე საკითხი, აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მაგალითად შევამციროთ დასხივების დოზა. ჩვენ შეგვიძლია შევასწავლოთ კომპიუტერს, ესე ვთქვათ, თუ როგორ გამოიყურება გამოსახულება დაბალი დოზის გამოყენების შემთხვევაში და როგორი იქნებოდა ის ჩვეულებრივი დოზის გამოყენებისას. დასწავლის შემდგომ უკვე მას შეუძლია გამოიკვლიოს პაციენტი დაბალი დოზით და გარდაქმნას ეს გამოსახულება უკვე იმის მსგავს გამოსახულებაში, რომელიც იქნებოდა ჩვეულებრივი გამოკლებისას. ეს ძალიან მონგებიანი არის კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის, ან თუ საუბარია მაგალითად დაბალდოზიან რაღაც სკრინინგ კვლევებზე, ну, ჯერჯერობით ეს არ არის რაღაც ესე
მოწოდებული რომ ფართოდ გამოვიყენოთ, მაგრამ შეიძლება რომ ამ მიმართულებით წავიდეთ, ხო? რომ გამოვიყენოთ სასკრინინგო მეთოდებში, როდესაც ჩვენ არ გვინდა რუტინული დასხივების დოზის გამოყენება, მაიონირებელი დასხივება, ესე ვთქვათ, გვინდა შევამციროთ და გამოვიყენოთ მაგალითად ფილტვის კვლევისათვის, რომელიც გარკვეულ სასკრინინგო ინფორმაციას მოგცემს. მეორე მოგეხსენებათ ჩვენ ვიყენებთ საკონტრასტო საშუალებებს, რომლებიც შეგვყავს ინტრავენურად. აქაც შესაძლებელია დოზის შემცირება და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით დაბალდოზიანი კვლევის, ესე იგი საკონტრასტო საშუალების თითქმის ნახევარი შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ გამოსახულება გარდაქმნათ იმის შესაბამის გამოსახულებად, როგორც იქნებოდა სრული. გენიალურია, რასაც ახლა თქვენ ყვებით, ეს არის? ეს უკვე ესე ვთქვათ ძალიან დიდი ბონუსია და ხვალინტელი დღე არის, რომელიც ფართოდ გამოიყენება. და შესაძლებელია გამოყენებული იქნას. მესამე მომენტი, ეს უკვე საქართველოში დანერგილი არის, მოგეხსენებათ მაგიტურა ზონასული კვლევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა არის და გარკვეულ დისკომფორტს ყოველთვის გრძნობს პაციენტი, ხო? მაინც დახურული სივრცეა, ხმაური და ასე შემდეგ, ხო? შესაძლებელი არის აი მიღებული მარტივად ვთქვათ, მიღებული სიგნალების მატრიცის მხოლოდ ნაწილის გამოყენება, იმისათვის რომ კომპიუტერმა ეს გარდაქმნას სრულ სურათში. და გამოვიყენოთ, სხვადასხვა ალგორითმებია, რომლებიც სხვადასხვა ფირმები იყენებენ, მაგრამ სადღაც 40%-მდე, ზოგიერთი 60%-მდე ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას, იმის მაგალითად, რომ პაციენტი ამ კლაუსტროფობიულ სივრცეში იმყოფებოდეს დაუშვათ 9 საათი 40 წუთი, ამის მაგალითად ის არის 20 წუთი. ან 15 წუთი, რაც ძალიან დიდი მონაპოვარი არის. ეს უკვე რეალობაა და ეს დღესდღეობით გამოიყენება. ეხლა რაც შეეხება თვითონ დაზიანების დეტექციას, აი ეს ყველაზე ისეთი ქვაკუთხედი არის, რომელიც თავიდან გარკვეულ შიშებს თესავდა ჩვენ საზოგადოებაში, პროფესიულში, რომ თითქოს და ვკარგავთ ჩვენ ესე ვთქვათ პროფესიულ სფეროს და გვანაცვლებს მანქანა. ამისგან ხო, უნარი ალბათ მე დეგრადირდება, როცა მხოლოდ კალკულატორს იყენებ, მე ფლა ალბათ რაღაც სუსტდება, ხო? ჯერჯერობით ამისგან შორს ვართ. ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ ერთ რაღაც პრობლემაზე გავაკეთოთ ორიენტირება. მაგალითად, მანქანას შეუძლია დავასწავლოთ ფილდში არსებული კვანძების დეტექცია და მან გარკვეული სკრინინგი მოახდინოს, ხო, რომ აი აქ რაღაც არ არის წესრიგში და ამაზე მინიშნება გაგვიკეთოს. იგივე, აი თავის ტვინის კვლევებში არის ცდილობები, რომ მაგალითად მეორადი დაზიანებები ძალიან მცირე ზომის, რომელიც შეიძლება თვალით ძნელად დასანახი იყოს, ამაში დაგვეხმაროს ხელოვნური ინტელექტი. საკმაოდ მაღალი არის, აი ესეთი კონკრეტული დასწავლის შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი არის მგრძნობელობა ხელოვნური ინტელექტისა, მაგრამ სპეციფიურობა როგორც სხვა სფეროებში, ეს მარტო რადიოლოგიას არ შეეხება, სპეციფიურობა შედარებით დაბალია, საკმაოდ ბევრია ცრუ დადებითი. ამიტომ ყოველთვის ეს მონაცემი მოითხოვს შემდგომ შემოწმებას. ინტერპრეტირებას მე ვიყავ. დღესდღეობით მე ვიცი, რომ ჩემი კოლეგები აი დასავლეთში უკვე ამის შესახებ პუბლიკაციები საკმაოდ ჭარბად არის და პრაქტიკაშიდაც იყენებენ ესეთ სპეციალიზირებულ ალგორითმებს გარკვეული დაზიანებების სკრინინგისთვის. მაგალითად მოტეხილობა, ხო? აი მოტეხილობის ფრაგმენტული ალბათ ხო, თუ კი ჩანს მოტეხილობის ხაზი, ეს საკმაოდ ადვილია მანქანისთვის, რომ გაარჩიოს და ხშირად თუ კი ძალიან ბევრი მონაცემი არის დაუშვათ დასამუშავებელი, შეიძლება აი ეს მანქანური, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ იმისთვის, რომ დაეხმაროთ მათ სკრინინგისთვის, რაღაც საეჭვო უნები მოინიშნოს და შემდგომ ექიმმა ეს გადაამოწმოს. თუმცა დღესდღეობით აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელოვნური ინტელექტი ჯერ ეს ერთი ჩამორჩება აი ამ კვლევის, ესე ვთქვათ, მრავალფუნქციურ შესწავლაში, მას შეუძლია გარკვეული რაღაც მომენტები შევასწავლოთ და შემდგომ ამაში გამოვიყენოთ. დიახ. ის ვერ შეისწავლის დაუშვათ თავის ტვინს ან მუცლის როლს ისე მრავალმხრივ, როგორც
ეს ადამიანს twin შეუძლია. და ამავე დროს ჯერჯერობით დაბალი არის ამონაცემების სპეციფიურობა, შეიძლება იყოს გარკვეული ასე ვთქვათ, სატყუარები, არტეფაქტები ან ცრუ დადებითი მონაცემები, რომელმაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს თუ კი ვენდობით მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი. ანუ ადამიანური ფაქტორი და კვალიფიკაცია ადამიანის ერთ-ერთი განამწყვეტი და მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ესეა. თუმცა ეს განვითარდება. შეუძლებელია ამ პროგრესის შეჩერება ისევ როგორც სხვა, ხო? ახლა ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ატომური ვირტუალური ფიზიკა განვითარდა და თავის უარყოფით დაუშვათ რაღაც გამოყენებასთან ერთად ბევრი დადებითიც მოიტანა, ხო, ენერგეტიკაში, მედიცინაში და ასე შემდეგ, ხო. ამის შეჩერება არ იქნება ალბათ და ვერ შევაჩერებთ, იმიტომ რომ მაინც ეს მოხდება. უბრალოდ როგორც ნებისმიერი მეცნიერული სხვა კვლევის დროს აქაც არის კვლევარის პასუხისმგებლობა თუ რას აკეთებს და რა მიზნისთვის აკეთებს და საბოლოოდ მაინც ეს იქნება დამხმარე, მე ესე მგონია რომ ანუ აზროვნების ასე ვთქვათ იმას რომ ჩვენ შოქს არ გამოიწვევს, როგორც ის გვეშინია რომ ვთქვათ არ მოადუნოს საერთოდ და ეს ყველაზე ღირებული აზროვნება არ გახდეს არასაჭირო ვთქვათ ის არ მგონია რომ ყოველ შემთხვევაში ახლა ძნელია და ძალიან შორეულ პერსპექტივაზე საუბარი ახლა საბოლოოდ ეს რაღაც ესეთი ფანტასტიკის ხელოვნების ნიმუშებს თუ კი მიყვებით, ახლა ყველა საბოლოოდ თავდება რაღაც ესეთი ტექნოლოგიური კატასტროფით და რობოტების გაბატონებით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან რასაც ხედავთ, ვისაუბროთ იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი იქნება დამხმარე ადამიანის, დამხმარე ექიმის და თუ კი სწორად მიმართავთ ამ კვლევებს, აუცილებლად ეს იქნება სასიკეთოდ პაციენტის. გამოყენებული, დიახ. რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, არის უმნიშვნელოვანესი და მართლა ძალიან წიგადადგმული ნაბიჯი და აი ადამიანური ვთქვათ უზუსტობების და ეს რაც რუტინაა და ძალიან ხშირად უშვებთ და უშუალოდ არ ხდება, რაც არ უნდა რუტინული საქმიანობა იყოს, უამრავ შეცდომას უშვებს ადამიანი, ეს არის გადასარევი. მაგრამ აქვე ხაზგასმით ვთქვათ, რომ იგივე ხელოვნური ინტელექტს ქმნის ადამიანი. ის აწუდის ამ ინფორმაციას და მასე ეგება ეს ხელოვნური ინტელექტი, ხო? მონაცემებს. მონაცემები და ამ მონაცემებით დგება საბოლოო ჯამში. კი ბატონო, ეს არ მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ინფორმაციის საფუძველზე იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი. გენიალური, აბსოლუტურად გენიალურია. მე წარმომიდგენია, რომ ვინმე ადამიანმა გითხრათ ეხლა თქვენ, რომ აი ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა თქვა ამ მიმართულებით არის რაიმე, მაგრამ აქვე თქვენ ძალიან კარგად ბრძანეთ, რომ რისკი შემცველია ისო თუ აქედან ამას არ კითხულობს გონიერი და მომზადებული და კარგი პრაქტიკუსი და კლინიცისტი ექიმი, არტეფაქტების დანახვა უნდა შეეძლოს. იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, აი დიაგნოზის დაუსტებლობა, ასე ვთქვათ და არასწორი დიაგნოზი არის საშიში, ასევე საშიშია გადამეტებული ვთქვათ აი არტეფაქტები, როცა არ არის დაზიანება და შენაჩვენება დაზიანებას, ხო? ხშირად ისეთ შემთხვევაში შეიძლება მინდა ხო მე დავიჯერო ამბობენ რომ ხშირ შემთხვევაში არასაჭირო შემთხვევაში ოპერაციებს აკეთებენ, რომ აი ეს უკვე გაძლევს ის საშუალებას, რომ შეიძლება არასწორი ჩარევა გააკეთო იქ სადაც არ არის საჭირო და კიდევ მე რომ აქ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმა უნდა იხელმძღვანელოს და კიდევ ერთხელ ალბათ რადიოლოგებთან ერთად კლინიცისტები უნდა გადიოდნენ კიდევ ერთხელ რომ ეს თქვა დამოუკიდებლად წაკითხონ, სწორედ შეიძლება კლინისტის შეიყვანოს აუცილებელია, ამიტომ ეს კომუნიკაცია რაზედაც ჩვენ საუბრობდით, ხო? კონსილიუმი იქნება ეს თვითონ რადიოლოგის კლინიკური ზონა, იმიტომ რომ მან უნდა შეძლოს ამ მონაცემების ინტერპრეტაცია. და დასკვნას თქვა თქმა ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ ინტერპრეტაცია გაუკეთოს მკვლევარმა, ამას რომ რა დაინახა და თქვა შესაძლებელია არტეფაქტი მოგეჩვენოს რაღაც დაზიანებათა. აი თუ გადავხედავთ აი რომ შევადაროთ აი სხვა დარგებს, რომელშიდაც ხელოვნურ ინტელექტმა იმძლავრა, ხო? აი მაგალითად, ნუ მე თუ არ ვწები 1997-ში იყო, როდესაც კასპაროვმა წააგო კომპიუტერთან ცნობილი შეჯიბრიდა. იმის მერე ჭადრაკი ხო არ გაუქმებულა რა. და ჭადრაკში ხო მიდიან ახალგაზრდებიც პირიქით და მე როგორც ვიცი პირიქით ამან ბიძგი მიცა რაღაც ახალი ალგორითმების განვითარებას, ახალი კვლევების განვითარებას, იმიტომ რომ ეს გარკვეული გამოწვევაც არის ადამიანის. მეტრი ამოცანა შეისწავლო თქვათ იგივე ჭადრაკში, ხო? თქვათ რაღაცა 20-25 ამოცანით იღებდან 100-ით, ეხა 1000 გაარჩევ, რომ
სწორედ აი დაინახე რომ თქო მედიცინას გააჯობებს ან ავიაციაში ხო ავტოპილოტი დიდი ხანია გამოიყენება მაგრამ პილოტი მაინც არის ხო ეს არ ვენდობით ხოლოდ ასე რომ მე მგონი ნუ კიდევ უფრო მეტად მედიცინაში იმიტომ რომ აქ ადამიანთან გაქვს უშუალო კონტაქტი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჯერ მარტო იმ ემოციურ კონტაქტს აქვს რომელიც პაციენტთან ყალიბდება ხო ეს აუცილებელი არის იგივე ანამნეზის შეკრება მეორე თავარი კიდე ჩვენ ამაზე გადაცემას დაწყებამდეც ვისაუბრეთ და ახლა მინდა ჩვენ აუცილებლად გავიხსენოთ ჩვენი მასწავლებლები იმიტომ რომ თქვენ ზუსტად ისევე მკვეთრად გახსოვთ აი ჩემთვის ხო მე ვერ წარმომიდგენია რომ რასაკვირველია ხა ჩვენი მასწავლებლები უცხო იყო ეს ხელოვნური ინტელექტი და კვლევის ეს თანამედროვე ტექნოლოგია და ხო ლაპარაკის მოლოდინიც არ იყო ამის მაგრამ მე სულ ვაპარაკობ რომ ერთ ჩვენი ერთ დღეს რომ და არაფერი არ არის გამორიცხული იმიტომ რომ მე რამდენჯერმე მქონდა შემთხვევები პარალიზება განიცადა კომპიუტერულ სისტემებს სამინისტროში და ვთხოვე ჩემ თანამშრომლებს რომ ყველა ძირითადი დოკუმენტი რომელიც ჩვენ გვაქვს ამოიღეთ და ფაილებში დაბეჭდილი შეინახეთ იმიტომ რომ ხანდახან ისეთი შოკში ვარდები ადამიანები რომ მთელი ინფორმაცია კიდევ კომპიუტერში ხა კიდევ ინგლისურში შეინახავ რაც იქ ინფორმაცია და მაგრამ პირადად ჩემ პრაქტიკაში რაც გადაუგებლად მჭირდება ხანდახან ხო თქვი კონდეთ მაინც ამოღებული და დაბეჭდილი იმიტომ რომ ძალიან ძნელი რომ მარტო ჩამოკიდებული იყო თქვათ აი ამ ცოდნაზე ძალიან კარგი კიდევ მეორე უნიკალური არაჩვეულებრივია ფანტასტიკურია შეიძლება ითქვას მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს რომ შენ უცებ დაგჭირდეს რომ ხარ თუნდაც აი სულ შეფაფობ რომ ექსპედიციაში ხარ და არაფერი არ გაქვს თან და ექიმი ხარ აი უცებ შეხედე და რაღაცა ემართება ადამიანს ხო რაღაცა ანამნეზის შეკრება ხომ და შეგეძლოს ეს ხო არ უნდა დაკარგო ამას ვთქვა არ უნდა დააკარგო ის რაც უნიკალური იყო ჩვენ როცა სწავლებას გავდიოდით და ჩვენი საერთო მასწავლებელი ყოფილა ოთარ გვანცელაძე რომელიც კიდევ მეორე არ ქონდა ადამიანს რამე განსაკუთრებული ცენზი ის არ იყო რაღაც გამორჩეული რაღაცა დიდი ექიმი იყო აი ეგ იყო რომ მას არ მე ხა გულისხმობ რომ პროფესორი აკადემიკოსი არის შემდეგ და უდიდესი პედაგოგი მე ჩემს ცხოვრებაში არ დამამიცხდება ამ ადამიანს უყურებდი როგორც ჩევლო ქონს იმიტომ რომ ჩემოდიდა პაციენტი მან იცოდა ამ პაციენტის შესახებ ყველაფერი და როცა იწყებდა თქვა ის ყოველ არც ზედმეტ კითხვას არ დასვავდა თუ რამე დამატებით აინტერესებდა კითხვას იღებდა და თუ არა და მანამდე უყურებდა და მე ეხებოდა და შემოხაზავდა და აი ეხა ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებდა ხშირად ვამბობ ხოლმე რომ იდეალური ამბავია რომ რენტგენი შემოვიდა, იდეალური ამბავია რომ თქვა კომპიუტერული ტომოგრაფია გვაქვს, მაგნიტური რეზონანსი გვაქვს ამ შემდეგ, მაგრამ შეიძლება რომ ყველა ბავშვს პნევმონიის დროს რენტგენი უკეთდა დასაწყისში. ძალიან კარგი რომ ეს საკითხი წამოჭერით, იმიტომ რომ ეს არის რაღაც გულის ტკივილი მე მგონი ჩვენ რადიოლოგებისთვის იმდენად რამდენადაც ნუ ერთის მხრივ რაღაც ეს არ ვიცი ჩვენი ქვეყნის ფენომენიც არის ან ზოგადად რაღაც ესეთი ტრენდია რომ ხდება ესეთი განვითარება ტექნოლოგიების და ნდობა რომ აი კვლევა გვიშველის ყველაფერში ხო არის პრობლემა რეფერირების ხო ეს არ არის მარტო საქართველოში ამაზე საუბარი ევროპის ქვეყნებში ყველგან მიდის არის შემუშავებული გარკვეული რეკომენდაციები კლინიცისტებისთვის თუ რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ესა თუ ის გამოკვლევა მაგრამ ინსტრუმენტული ნუ რასაც უწუდებთ ხო ესეთი დამატებითი ანუ აუსკულტაცია არის არა უგზალია ასე ვთქვათ ხო რა თქმა უნდა ამით უნდა დავიწყოთ თუმცა სამწუხაროდ საქართველოში ჯერჯერობით სჭარბობს არამიზან მიმართული კვლევები და მაღალ ტექნოლოგიურ გადაჭარბებული დიახ იგივე ნუ ინიშნება დაუშვათ აი წელის აი ყველას ხშირი ავიღოთ ხო აი წელის ტკივილი რომელიც ნუ ძალიან კაფიოთ არის იქ ნევროლოგთა ასოციაციის ვერტებროლოგთა ასოციაციის ასე შემდეგ ჩამოწერილი რა დროს არ უნდა დანიშნო მაგნიტური რეზონანსი და არის გარკვეული ესეთი წითელი ესეთი შუქის ნიშნები ხო რაღაცა როდის წითელი ალმის უბრალოდ როდესაც აუცილებელია თუ დეფიციტია თუ აქ არის რაღაც კაფიო რადიკულარული სიმპტომატიკა და ასე კარგი ანამნეზის შემდეგ უნდა ხდებოდა როდის უნდა გააქციოს წელის ტკივილის გამო ეგრევე ასეთი ტექნოლოგიური კვლევის როგორც მაგნიტური რეზონანსული გამოსახვა არ არის საჭიროება ხო ჩვენ თუ გამოვიკლევთ აი მაგალითად 10 უბრალოდ ქუჩაში გამრველი გადავიღეთ მაგნიტური გარკვეული ცვლილებები დეგენერაციული ყველას ექნება ხო გარკვეული ასაკის შემდეგ რაც არის
არანაირ კავშირში არ არის კლინიკურ სურათთან, ხო? ეს არის ჩვეულებრივი რომელიც რაღაც ასაკს სამუშაო რეჟიმთან დასწრებს, ხო, ჩვენ ცხოვრების წესი და ასე ადინამიას. კი ბატონო, ამიტომ ისე და ისე იმას უბრუნდები, რომ არ უნდა უმკურნალოთ სურათს, ეს არ არის რაღაც ესე ვთქვათ, პანაცეა ყველაფრის, რომ აი ჩვენ გადავიღეთ და ამით ყველაფერი ვიცით. არც ჩივილს არ უნდა უმკურნალოთ, მარტო. ნუ უნდა ამიტომ გამოვიკვლიოთ, კლინიკურად შევაფასოთ და შემდგომ უკვე გადავწყვიტოთ რა კვლევა გვჭირდება. ასე რომ რა ვიცი, ეს პრობლემა ძალიან საინტერესო თემა და ძალიან კაი მაგალითი მოიყვანეთ, იმიტომ რომ ერთმა ჩემმა ისრაელმა კოლეგამ მითხრა, რომ მე ბედნიერი ვიქნებოდიო, თუ საქართველოში გააკეთებდით რეაბილიტაციის ცენტრსო და ჩვენ გადაგიმზადებდით წელიწადში სპეციალისტებს, იმიტომ რომ გარკვეული ასაკის შემდეგ თითქმის 80% ადამიანებს აწუხებს წელიწადში და ეს სტატისტიკა მხოლოდ სწორი მასაჟით და სწორი აქტივობით და სწორი ვარჯიშებით ისე გადის, რომ არაფერი დამატებითი ჩარევები ამდენი რაც ჩვენთან ხდება არ უმეტესობა არის მიოფასციალ. ხო და სულ ეს მითხრა, რომ იმდენად გვიყვარს ებრაელებს საქართველოს, რომ მე სადაზღვე კომპანიის ხელმძღვანელია და მითხრა, შემიძლიაო, რომ წლის განმავლობაში 400 საწოლიანი დიდი რეაბილიტაციო ცენტრი დაავტოთ, თუმცა გიждდებიან საქართველოსეო და მაგრამ სამწუხაროდ თქვენ არ გაგონი ამის ტრადიცია ჩვენთან იყო ხო ბალნეოლოგიური არის და ნუ ხა ერთ თბილისში დაგვჭეს ბალნეოლოგიურიც მე მგონი და ამის სპეციალისტები ნამდვილად ჩვენთან არიან, უბრალოდ კიდევ ერთხელ მეუბნებ, ეს ალბათ რაღაც მაინც პირველადი ჯანდაცვის რგოლის სისუსტე არის, როდესაც თავსაც იზღვევს ზოგადი პრაქტიკის ექიმი, რომ აი ჯობია გადავიღო და რაღაც არ გამომეპაროს, ხო? იგივე შეეხება თავის ტკივილს, ხო? არ შეიძლება ნებისმიერი თავის ტკივილის დაუშვათ დაძაბვის თავის ტკივილის ესეთი კლასიკური სურათის დროს მაინც დავნიშნოთ. ხო, შეიძლება ყველა მეორეს უმნიშვნელოვანე. ყველა მეორეს თუ შეაწუხო და მივიდა ეს პრობლემა ნამდვილად არის და აქაც ისე უბრუნდები იმას, რომ აი პროფესიული ასოციაციები უნდა თამაშობდნენ როლს. ალბათ რომ შევთანხმდეთ რაღაც რეფერირების რეკომენდაციებზე და წესებზე. ამდენი კვლევა არასაჭირო მე მიდიხარ არასაჭირო დანიშნულებასთან. აი ეგ არის, რომ უკვე მედის მედიკალიზაცია, გიპერმედიკალიზაცია, არასაჭირო დროს ჩარევები და საბოლოო ჯამში ეს რაშობა არგებს და ბნებს და ადამიანის ორგანიზმს. ამოუწურავია ინფორმაცია, რაც ახლა ჩვენ ველაპარაკეთ, აი ძალიან საინტერესოა, მე ძალიან დიდი მადლობა ამდე გადაგიხადოთ. მე იმეც ვიტოვებ, რომ თუ რაიმე სიახლეები გაჩნდება, მე ვიქნები ბედნიერი კიდე მესტუმრებით, იმიტომ რომ თემა ამოუწურავია. ერთი ბოლო შეკითხვა, რაც მე ჩემ უშუალო პროფესიაში მინდა დაგისვათ არის ის, რომ როდესაც მე ვეკითხები ხოლმე ანესთეზიოლოგებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩვენი სწავლების კურსის დროს უბი ანესთეზიოლოგია, ანუ სამიანო ანესთეზიოლოგია კიდევ ერთ დამატებით წელს მოითხოვს იმისათვის, რომ ეს ანესთეზიოლოგი იყოს უკვე იმ კვალიფიკაციის, რომ მას შეეძლოს ორსულთა მშობიარესთან ლოგინების ხანაში და შემდეგ იმუშაოს, იმიტომ რომ რასაკვირველია, მე ხასკას ვთვალობ, რომ ორსულობა არის ფიზიოლოგია, მაგრამ არის განსხვავებული ფიზიოლოგია, ეს არის ორსულობის ფიზიოლოგია, ეს არ არის ავადმყოფი, ჯანმრთელი ადამიანი, მაგრამ განსხვავებული ფიზიოლოგიის ჯანმრთელი ადამიანი. აი თქვენ შემთხვევაში, კვლევებში არის თუ არა, იმიტომ რომ რადიკალურად იცვლება, ხა რატოა უბი ანესთეზიოლოგია განსხვავებული, იმიტომ რომ შუბდება, ვთქვათ, აი ლორწოვანი იმაზე მეტადაა შეშუპებული, ვთქვათ, და უფრო ესეთი გაფუებული ჩნდება, ვიდრე, ვთქვათ, ამიტომ არ ვაის, ვთქვათ, როდესაც შენ აკეთებ ინტუბაციას, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ უნდა იცოდე ანატომიურად რა ცვლილებები შეიძლება იყოს. არის თუ არა რადიოლოგიური კვლევების დროს, აი ორსულობის ფიზიოლოგიასთან მიმართებაში რაიმე განსხვავებული ნორმები? თუმცა ეს ცალკე დარგია საერთოდ, ხო, ორსულების კვლევა. ნუ ულტრაბგერა მოგეხსენებათ ეს არის სტანდარტი, ხო? სამწუხაროდ თუ არ ვიცი რა სხვადასხვა მიზეზის გამო აი ეს მაღალტექნოლოგიური კვლევებიდან აი მაგნიტური რეზონანსი რომელიც შეგვიძლია პრინციპში გამოვიყენოთ უსაფრთხოდ ნაყოფისთვის და ორსულისთვის არ არის დამკვიდრებული. რაღაც სხვადასხვა არ ვიცი შეიძლება რაღაც სუბიექტური ფაქტორიც არსებობს, თუმცა მაგნიტურ რეზონანსულ გამოსახვას ძალიან ამ მეთოდიკით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება სწორედ ნაყოფზე, ხო და იგივე დაუშვათ რა თანადაღოლული ანომალიებზე, რომელიც
შეიძლება ულტრაბერით ვერ გამოჩნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ კიდევაც, რომ გარკვეული ჩარევებიც კი იგეგმება ამის საფუძველზე უკვე. კი ბატონო, ამიტომ ალბათ ეს შეწყვეტა სიცოცხლის არამედ იქვე ჩარევა და კორიგირება რაც შეიძლება დიახ და ბევრი ხდება. ერთ-ერთი რაც მე მგონი ამას ხელს უშლის, აი სწორედ ამაზე დაფუძნებული აბორტი არის ხოლმე და რატაც რადიოლოგები ამიტომ ერიდებიან ხოლმე, ამიტომ ამ ახალ ტექნოლოგიურ კვლევას ერთ-ერთი ესა მიზეზია. და ხან არ ერიდებიან, იმიტომ რომ მე ხშირად მქონია ხოლმე საუბარი მათთან, რომ კისრის დაუჭის ომმა რაც დავიწყეთ ჩვენ 12 კვირის ვადაზე ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ თუ ოდნავ მაინც ეჯგებარება, თუ აპარატი არ მომყვება, თუ შენ მხედველობაში ეს ზღვრული მონაცემებია და ძალიან ხანდახან ოდნავ გადიდებული შეიძლება იყოს, მე ხშირად ვეუბნები, რომ ეს ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენია. ეს არის შენ წერ დასკვნას, რომელიც ბავშვისთვის არის სასიკვდილო განაჩენი. და ამის შეგრძნება რადიოლოგს ხოლმე უნდა კონდეს, რომ მის აი ამ შესაძლებელია თავისი გადასახედიდან პროფესიონალურ, მაგრამ ბოლომდე დაუზუსტებულ ჩანაწერზე და თუ მით უმეტეს იქ ოდნავ კვალიფიკაციაში ეჯგებარება ან არ მოგყვება შენი თოთ აპარატურა ისეთი შესაძლებლობების არ არის. წარმოიდგინეთ MRI-ის შემთხვევაში ბევრად მეტი შეიძლება რაღაც გარკვეული რაღაც თანდაყოლილი ანომალია გამოჩნდეს. მეტად უფრო ინფორმატიული კვლევა არის და ამაზე დაფუძნებით თუ მოხდება ჩარევა, ნამდვილად არ შეიძლება რასაკურველია. მე ვიყავ ბედნიერი, როცა ესე იგი ზუსტად 2 წლის უკან ახლა დღემდე გვედავებიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაშიც კატეგორიულად ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ, რომ ესე იგი ხა ხო ის როგორც არის რომ აბორტი ქალისუფლება, მაგრამ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გეუბნება, რომ ჩასახვის წუთიდან სიცოცხლის ბავშვის უფლებაა. ამიტომ ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და სწორი კონსულტირება ჩავატაროთ და როდესაც მე ვიყავ უბედნიერესი ადამიანი, როცა ყველა მიან გინეკოლოგი გავაკეთეთ აბორტის ბრძანება სამინისტროში, ну ესე იგი სამედიცინო ჩვენებებით აბორტის ნება იყო, ვერ გეტყვით, არ ილეოდა ფურცლები, რამდენ გვერდზე ეწერა, ყველა მიმართულებით, ყველა. როდესაც ჩვენ ვიმუშავეთ დარგის ექსპერტებთან, აი თითოეულ მათგანს აი აქედან მინდა კიდე 1000 მადლობა გადავხვა და თითოეული მათგანის გვარი და სახელი მახსოვს, მათი გამოსვლა სიტყვა მახსოვს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება დღეს 21 საუკუნეში, როცა ჩვენ ამის რეკონსტრუქცია შეგვიძლია, ამ ჩარება მაშინვე შეგვიძლია, ეხლა მოცადყოფნის პერიოდში ჩარება შეიძლება, როგორ შეიძლება შენ ადამიანის სიცოცხლე შეწყვეტო იმის გამო, რომ თქვა რაღაცა შენ დასკვნა არ უნდა გახდეს ამ საფუძველი და მე თითოეულ მაგას კიდე 1000 მადლობა და ვიყავი, აი აღმოჩენა იყო ჩემთვის. თითქოს მიან გინეკოლოგები ჩემთვის არიან ადამიანები, რომლებიც დგავართ სიცოცხლის მხარეს, იმიტომ რომ ჩვენი მოვალეობაა, რომ მეთოლყურება გაუწიოთ, ჩვენი პროფესია ყველაზე საყვარელი, იმიტომ მე გიждებ ჩემ პროფესიაზე, იმიტომ რომ ყოველწუთიერად ახალი სიცოცხლის დაბადებას უყურებ და ჩასახვას მეთვალებ და სწორ მეთვალებს ვთქვათ, გამითარეს მეთვალყურებას აკეთებ. სადარაჯოზე უნდა იყოს. ამაზე უნდა იდგე და უცებ სულ მახსოვს ხოლმე მიშა ფრედვანი მეუბნებოდა, რომ შეიცადა ვერიკო, რაც უნდა გაგიჭირდეს ცხოვრებაში, არასოდეს არ გააკეთო აბორტი, იმიტომ რომ არ შეიძლება სიცოცხლის და სიკვდილის ერთდროულად ემსახურებო და არჩევანი უნდა გააკეთო, ალბათ ის სპეციალისტებიც კიდე ვერ მძაბას ემსახურება, მაგრამ შეიცადა უნდა იყოს პირდაპირი ჩვენებები და მაქსიმალურად ეცადეო და ნუ მადლობა ხმეთ ამას ვცდილობ ხოლმე ყოველ შემთხვევაში ჩემს წარმოუდგენელია ეგ ამბავი, იმიტომ რომ ბავშვი იმ დროიდან არის ისეთი საყვარელი და ისეთი გონიერი და ისეთი სასწაული, რომ არ ვიცი. კიდე ალბათ იქნება ძალიან საინტერესო კვლევები ამასთან დაკავშირებით, ეხლა ბავშვთა ბიოქიმია და ფიზიოლოგია, ასე თუ ისე ვიცით, აი რადიოლოგიურად საინტერესო კვლევები მოხდება შევისწავლოთ. არის უკვე აი კვლევები ფუნქციური MRI-ის მონაცემები დაუშვათ აი მუსლყოფნის პერიოდში, ხო? აივე ტვინის ფუნქციური კვლევა და ასე შემდეგ, ასე რომ ეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო. ბატონო მიშა, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ტრანსლაციის მედიცინაში ერთ-ერთი განსაკუთრებულად ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ უკვე დიდი დოზით შემოსულია და რა პლუსები გააჩნია, რისკებზეც ასე თუ ისე მოვისმინოთ თქვენი საუბრით და ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენი შეკითხვებისთვის და ვიცი, თუ კი რაიმე სიახლე იქნება მით უმეტეს აი ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით, რომელიც მე მგონი ძალიან სწრაფად მოიკიდებს და გამვითარდება. და რა გაჩნდება საქართველოს სინამდვილეში აი კვლევის ახალი საშუალებები, რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და მე ვფიქრობ, რომ რაღაც თავის სიტყვის კიდე დისტანციური კვლევები, თქვა ყველა რომ ვერ ახერხებს, თქვა იგივე თბილისში ჩამოსვლას და აი დისტანციურად თუ ეცოდინებათ ეს ჩვენ და მორფოლოგებს
ჯგუფებს გვეხება ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი აი ამ რანგის კვლევა თუ იქ საჭიროა, რასაკვირველია და მე მთელი ჩემი ცხოვრება მინდა რომ ავაწყოთ კონცეფტ მიანება გინეკოლოგიაში მე ვცდილობ რომ აი დონეება დაყოფილი იმითოა ჩვენი სისტემა რომ აი ვიღაცას უფრო მეტი კვალიფიკაცია აქვს და აი ის უნდა ეხმარებოდეს და მას უნდა ყავდეს ვიღაცა თავის საკონტაქტო პირი რომელიც მას ისეთ ინფორმაციას მოაწვდის რომ მისი ინტერპრეტაცია და კვლევის დროს თქვა რაიმე შეცდომები იყოს მინიმუმამდე დაშვებული. პრობლემა არის საშუალო მედპერსონალი, რომელიც აი კვლევას აკეთებს და აი იმ შემთხვევაში მაშინ გჭირდება ძალიან რაღაც ასოციაციის ხელმძღვანელი და ფიქრობ რომ ამ მიმართულებითაც იმიტომ ერთ-ერთი კონგრესი ჩაატარეს ახლა ძალიან სერიოზული ხალხი იყო ჩამოსული და ამ მიმართულებითაც რაღაც აქტიურად გავაქტიურებლებოდა თქო მგონი წინდან დიდი ნაბიჯი გადაიტყვა იმიტომ რომ საშუალო მედპერსონალის დეფიციტი მე მაგალითად მეანობა გინეკოლოგიაში ბებია ქალები მყავს საჭირო რაოდენობის 1/13 ანუ 2/13 დეფიციტი წარმოიქმნით რა ხდება და ეს განაპირობებს სწორედ საკეისრო კვეთების დიდ რაოდენობას იმიტომ რომ ეს ბებია ქალი იღებს აი ნიანი ერთანი ქვია ხო უკვე ჩვენთან აი ლომის წელს ამ მიმართულებით მე გემშვიდობებით და ვერ გემშვიდობებით იმიტომ რომ ესე კიდევ უმათებ კითხავს ძალიან დიდი მადლობა და მე ვფიქრობ რომ ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ თანამშრომლობას მე კიდევ ამშვიდობებით ჩვენს ტელემაყურებელს მე ვფიქრობ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა მოისმინეთ როგორც ჩემმა კოლეგებმა ასევე ჩვეულებრივ პულსისა და მონოგარის მაყურებლებმა რომლებიც ასეთივე მომზადებულები ხარ თითქმის ექიმებივით ისმენთ ინფორმაციას იმიტომ რომ ეს არ არის მარტივად მოსასმენი ინფორმაცია პროფესიონალური მაგრამ ვფიქრობ ვცდილობთ გასაგებ ენაზე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში ნახვამდის